გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნაყინდა და უკვე ორი კვირაა მე ვარ ლაბორატორიის ვირთხა. ასე მეძახიან მეგობრები. ეს სამაჯური მიკეთია სულ, რადგან ვიღებ ძილის ექსპერიმენტში მონაწილეობას. რაც გულისხმობს იმას, რომ მაქვს კონკრეტული დღიური, არ ვიცი უნდა გაჩვენოთ თუ არა. სადაც მიწერია რომელ საათზე ვიძინებ, ჩემი პირადი მონაცემები, რომელ საათზე ვიღვიძებ, რამდენჯერ გამეღვიძა და ასე შემდეგ. და დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მივდივარ ლაბორატორიაში. რომ დავიძინო. უნდა წავიღო მითხრეს ჩემი საღამურები, ფეხსაცმელი, ჩუსტები და საკვებსაც ისინი ანაზღაურებენ. არა და მეთქი უნდა წავიღო თქო და დაჟე ვაშქრი საქმის. Who doesn't love the apple? დღეს ახლა საღამოს 7-დან ხვალინდელი დღეს საღამოს 7-მდე სახლში ვერ მოვალ, მაგრამ იქ წესით გადავიღებ. ეს მაგუფლება. ძალიან მიხარია. ძალიან ბედნიერი ვარ, არ ვიცი რატომ მიხარია, მაგრამ უბრალოდ რაღაც თავი ძალიან ეს მნიშვნელოვანი მგონია. თან რაღაცნაირად არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს თეთრი რო ჩავიცვი ეს თეთრიზე და მართლა თეთრი ვირთხას გავარ. ვირთოგოს და მართლა მგონია რომ ჩემს ექსპერიმენტებს ატარებენ. მაგრამ მართლა ატარებენ. ხო, დღის განმავლობაში ძილი არ შემეძლო, არა და მე ძალიან მიყვარს შუა დღის ძილი. არც საწოლზე დაწოლა არ შემეძლო, ისე თუ არ ვიძინებდი, მარტო ღამით მივდოდი და დავიძინებდი. ტელეფონის გამოყენებაც არ შემეძლო ლოგინში, არც წიგნის კითხვა, არც მუსიკის მოსმენა, არც ფილმის ყურება. მოკლედ, ლოგინი არის მარტო დასაძინებლად. ეგრე გამოვიყენე. მთელი ეს ორი კვირა. თავიდან რომ დავიწყე, მოსა, წავიკითხო, let me check. ჩემს თვალები მიჭირდება. Where are my glasses? Wait, let me check. თავიდან ვიძინებდი პირველის ნახევარზე. პირველის ნახევარზე ერთი კვირა, იმიტომ რომ ზოგადად 3-ზე ვიძინებდი და ამიტომ ოდნავ მომიკლეს, რომ ძალიან ეხა ისე მთლად აცი არ დამეძინა. შემდეგ კვირას ვიძინებდი უკვე 11-ის ნახევარზე და ბოლო 2-4 დღეა მძინავს 10 საათზე. მძინავს არა, წვევები 10 საათზე, მაგრამ ვერ ვიძინებ 12-ის ნახევრამდე. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ასე მგონია რომ უფრო ცოცხალი ვარ. ადრე რომ ვიძინებდი თქვა 3 საათს და ვიღვიძებდი 8-ზე, ეხლა ვიძინებ 10-ზე. და ვდგები 8-ზე. უბრალოდ ის არის, რომ ძალიან გამოვაკლდი სოციალურ სეტინგებს, სოციალურ პარამეტრებს. ანუ ჩემს მეგობრებს რო ვეღარ ვნახულობ ნორმალურად, იმიტომ რომ 10 საათზე, რავი, 10 საათზე იწყება რეალურად ადამიანების ნახვა, უფრო მეტად, კაი 8-ზე, 9-ზე და მე რო 10 საათზე უკვე სახლში ვარ, ცოტა გამოვაკლდი მაგ სიტუაციებს. მაგრამ არ აუშვებს. ეს ჩანთა უნდა წავიღო. ეს არის ჩემი სალაშქრო ჩანთა. Wait, random. Oh. The heck? I don't need that. საწვიმარი. არ ჭირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მივიდივარ. უი, კიდე ერთი საწვიმარი. GBL. ეხლა ლაბორატორიაში ძალიან მომასმენია მუსიკას, მაგრამ ისე რომ რამე ფარკი. Actually, ყოველთვის უნდა გედოს დინამიკა, როცა გაქვს ჩანდაში. ამიტომ ჩავდებ. ვინ იცის რა მოხდება რა. ეგება რამე მოხდეს და მე გავიდეთ გარეთ და მოვისმინე. ანუ ჩემს ჩანდაში ყოველთვის დევს ერთი ფანარი. იმიტომ რომ მე ლაშქრობებზე ვარ ყოველთვის და ძალიან საჭიროა. იმიტომ რომ მალე ბნელდება ხოლმე. არა, უკვე აღარ, იმიტომ რომ ზაფხულია. Yes! Like, ხალხო ვერ ვითმენ, როდის წავალ ლაშქრობაზე. ვერ ვითმენ. I cannot handle. ერთი დეზოდორი ვეჭველი. ბადი მისტი, სახის კრემი. ამით ყველაფერს ცალკე პატარა ჩანაში შევდა ჯობია. წყალი ვეჭველი. She's Whoever listens to Chappell Roan, I love her music. ხარო ფიქრობ, წარმომიდგენია რომ ლაბორატორია იქნება ძალიან თეთრი, რაღაცა დანათებებით და ცოტათი საშიში. მაგრამ ვიცი რომ ძალიან ჩვეულებრივი იქნება, აი ვეჭველი. ისულ ჯამში მაქვს რაღაც 2 საღამორი მაქვს, ერთი ვარდისფერი, ერთი წითელი. და ეს არის მარტო შარვალი მაქვს რა. აი ესეთი. ხო? და ვიპოვე მეორე ზედა, რანდომ ზედა, რომელიც იგივე ფერია. და ძალიან უხდება. უბრალოდ მართლა ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანს მომსგავსები ამით. ამ გამოცდილებას მეჯერ ხო ვეღარასდროს ვეღარ მივიღებ. ხო და let it be fun, სახალისო მინდა იყოს. და იქნებ დინამიკის გამოვიყენო და მოვუსმინე იქ მუსიკას. Imagine ლაბორატორიის ვირთხებთან ერთად რო ვიყო იქ და ერთად რო ვიცეკვათ. But actually I'm also one of them. მე მგონია რომ ბევრი რაღაც მაქვს ძალიან და კაი, აბა ვერ ვიცი. ამის მერე ალბათ ლაბორატორიიდან ჩავერთვები. აი აქ უნდა ვიყო. გამით ეხლა უნდა გავიდე, უნდა გამოეცვალო და ელექტროდები უნდა დავიმაგრონ. კაი, მოკლედ. ჭამე უკვე და ჩემი საღამორი უნდა ჩავიცვა. და აი აქ უნდა დავიმაგრონ კიდე აქ და ნახავ. ეს ჩემი room tour. სანამ მივიდოდი, მართლა მეგონა რომ რაღაც დიდი თეთრი ლაბორატორია დამხდება და მე რეალურად რაღაც პატარა სახლივით იყო, სადაც აბაზანოს ყველაფერი და ჩემი ცალკე ოთახი მქონდა, სადაც ვიძინებდი. ტიპიური ოთახი იყო, ძალიან კაი საყვარელი, რავი. ეს არის 1 საათში უნდა დავიძილო, ეხლა არის 9 საათი და ტიპიური ოთახია, მაინც გარედან ხედი. ყველაფერი გადაწეული. ესეც ჩავ, კაი იყოს მოკლედ რა. სინათლე რა შემოვიდეს მაგითო.
ექსპერიმენტი რეალურად არის დღის ძილიანობაზე. ანუ აინტერესებთ, რამდენი საათი არის საჭირო, რომ ღამით გეძინოს, რომ მე შუა დღეს აღარ გინდოდეს ძილი რა. დეტალებს რა თქმა უნდა, ეხა ექსპერიმენტისას ვერ გავასაჯაროებ, თუმცა იყო ძალიან მარტივი ჩემთვის, რადგან მართლა მხოლოდ ძილი მიწევდა და რაღაც ელექტროდებზე ვიყავი შეერთებული, რომლითაც იწერდნენ ჩემი ტვინის აქტივობას. ელექტროდები რო თავიდან დამარცხეს, მეთქი აუ თავს ძალიან მაგარ ადამიანად ვგრძნობთ, იმიტომ რომ რადგან ფსიქოლოგიას მე თვითონ ვსწავლობ და ექსპერიმენტებს მე თვითონ ვკითხულობ როგორ ატარებენ და ასე შემდეგ და ეხლა რო ვხედავ რომ უი ჩემზეც ატარებენ ეხა ექსპერიმენტს, მივხვდი რამდენად მაგარ რაღაცაში ვიღებდი მონაწილეობას. შემაერთეს ელექტროდებზე. აი და ეხლა იწერენ ჩემს აქ კაი ვერ მივეწევ ძალიან, მაგრამ ექსპერიმენტში ყველაფერი მომწონდა იქამდე, სანამ თავზე ჩამომაცვეს რაღაც თეთრი ბადე. ვიცი ეგ არის რომ ელექტროდები დაიცვას და რაღაც ასე შემდეგ, მაგრამ აი ძალიან სულად ჩანდა აი და ძალიან სასაცილო შესახედი იყო. Guys, what is this? სასაცილო ის არის რომ მაგ სახლში სადაც ვიყავი, ნუ კაი ლაბორატორიაში, საერთოდ არ ქონდათ სარკე და რო ვიკითხე, ისე სარკე რატო არ გაქვთ და იმიტომ რომ მაგ ბადე რო გიკეთია და მე არ ნახოს რა თავისთავად მონაწილეები, იმიტომ რომ არ მოიწონება არავის და ძალიან ჭკვიანურია ცოტა შორის. ისე ცოტა რაღაცნაირად კი მომწონდა, მაგრამ no, არა, არ მომწონდა. მარტო გარემო იყო ძალიან კარგად მოწყობილი ჩემთვის, იმიტომ რომ კვებაც უზრუნველყოფილი იყო. დღეში ალბათ 4 ჯერ ვჭამდი თუ რაღაც და თან ითვალისწინებდნენ მე რა მინდოდა რომ მეჭამა. ანუ უმეტესად ჭამდი, ან მეძინა ან ჭამდი. ეგ იყო მთელი ექსპერიმენტი ჩემთვის, ამიტომ ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან კომფორტული. აი რაღაცა ამდენი სტრესი რო გაქვს ხანდახან ცხოვრებაში და უცებ რო დაისვენებ. აი ეგეთი. მე რომ მეგონა რომ ხაჭაპური არ მიყვარდა, ისეთი გემრიელი ხაჭაპური გავსინჯა იქ რომ მივხვდი რომ უფ, თურმე მე მგონი კარგი ხაჭაპური მართლა ჯობია კარგლობიას. ყველა რომ ეგრე ეძახის. ეს ელექტროდები. პრომალებიზოთ. უბრალოდ ძლივს იმ ქუდის გარეშე ჩემთან იმდენი ხანი ნახავს. სიო. ანუ აი მასე როგი. ეხლა უნდა დავიბერო თავი. იმიტომ რომ მაგ წებოვანი ელექტროდები რომ მქონდა დაკრული და კიდე კაი მოკლედ და მალე დავიბერო. ძალიან მიხარია, ძალიან მაგარი გამოსვლება იყო. მე დანჯას გავაზიარებ კიდე. სულ ეგ იყო, მე ვარ ნაყინდა და მადლობა რომ მიყურე. მეორე ეტაპი მელის მალე. I cannot wait. I'm happy and have a good life. Bye.